Coca-Cola-ს ქარავანი საქართველოს მასშტაბით სვლას აგრძელებს. წლების განმავლობაში ეს მსოფლიო ბრენდი დეკემბერში საერთო რიტმს ქმნის და ქვეყანას ერთ ტალღაზეც აყენებს. გვახსენებს მთავარ გზავნილს, რომ მსოფლიოს სჭირდება მეტი სანტა. ამ განწყობის მთავარი სიმბოლო ტრადიციულად Coca-Cola-ს ქარავანი არის. ქარავანმა დედაქალაქიდან იცით, რომ 19 დეკემბერს აიღო სტარტი და 12 დღის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში საახალწლო განწყობას ავრცელებს. გაატარა ჯადოსნური ახალი წელი Coca-Cola-სთან ერთად და მსოფლიოს სჭირდება მეტი სანტა. ამ სლოგანებით გაფორმებული ბანერები უკვე გამოჩნდა ქალაქის ქუჩებშიც, თბილისის მეტროსადგურებში და ასევე სავაჭრო ცენტრებშიც შეგვხედრიათ. დეკემბრიდან კი თბილისის ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო ცენტრი City Mall-ი საბურთალო შთამბეჭდავი ციფრული ინსტალაციით განათდა 27 დეკემბერს კი City Mall-ში 5000 წითელი ბუშტი ჩამოიყარა და ჩვეულებრივი დღე ერთ წამში დაუწყარ სანახაობადაც გადაიქცა. Coca-Cola-ს საახალწლო კამპანიების შესახებ უფრო მეტი დეტალი ვნახოთ BMG-ს გუნდის მიერ რეპორტიორის ნინი გიგიშვილის მომზადებულ სიუჟეტში. წელს Coca-Cola ისევ იქცა იმ ნიშნად, რომლის გამოჩენაც გვანიშნებს. ახალი წელი უკვე ახლოსაა. წლების განმავლობაში ეს მსოფლიო ბრენდი დეკემბერში საერთო რიტმს ქმნის და ქვეყანას ერთ ტალღაზე აყენებს. გვახსენებს მთავარ გზავნილს. მსოფლიოს სჭირდება მეტი სანტა. ამ განწყობის მატარებელი ტრადიციულად Coca-Cola-ს ქარავანია. 19 დეკემბერს მან სტარტი დედაქალაქიდან აიღო და 12 დღის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაავრცელებს საახალწლო განწყობას. თბილისიდან რეგიონებში გადაინაცვლებს და ბოლოს ისევ დედაქალაქში დაბრუნდება. ეს მარშრუტი კომპანიის უკვე 28 წლიანი ტრადიციის ნაწილია, რომელიც დიდებსა და პატარებს ერთ განცდაში აერთიანებს. იმ განსაკუთრებულ მოლოდინში, რომელიც მხოლოდ წლის ამ დროს ჩნდება. ჩემთვის იყო ძალიან ემოციური და ძალიან მიხარდა რაღაცნაირად რომ ამბობდნენ რომ ეს ქარავანი ჩამოივლისა, მიხარდა და სულ ველოდი რომ აი ჩამოივლის, როდის ჩამოივლის და რო ჩამოიარა, აი სულ სხვა გრძნობა მქონდა. ბევრჯერ ხდება ხოლმე გარეთ ქარავანების და ეხაც ძალიან კაი იყო, ახალ წელს ძალიან დაამშვენა ესე ვთქვათ. მე ვფიქრობ Coca-Cola არის ერთ-ერთი საუკეთესო კომპანია, რომელიც ასე კარგად გამოხატავს ახალ წელს და ასე კარგად გვაძლევს ამ ემოციებს ახალ წლისთვის. აი მაგალითად ერთ-ერთი მაგალითია ეს ქარავანი. საოცრება იყო, ჩემი თვალით პირველად ხედავ მაგარ რაღაცას, პირველად დავხვდი და ანუ პირველ რიგში აი საერთოდ ძალიან მაგრად დაორგანიზეს ყველაფერი. გაატარა ჯადოსნური ახალი წელი Coca-Cola-სთან ერთად და მსოფლიოს სჭირდება მეტი სანტა. ამ სლოგანებით ბანერები უკვე გამოჩნდა ქალაქის ქუჩებში, თბილისის მეტროსადგურებსა და სავაჭრო ცენტრებში. ხილვადობის მაქსიმიზაციისა და დაუვიწყარი სადღესასწაულო გამოცდილების შესაქმნელად დეკემბრიდან Coca-Cola-მ თბილისის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო სივრცე City Mall-ი საბურთალო შთამბეჭდავი ციფრული ინსტალაციით გაანათა. ცენტრალური ლიფტის გარშემო განთავსებული გიგანტური LED ეკრანი 360 გრადუსიან ხედს და სივრცეს ყველა სართულიდან ერთდროულად ხილვადს ხდის. ამ პერიოდში City Mall-ი მხოლოდ სავაჭრო ცენტრი აღარ არის. ის ერთთვიანი საახალწლო გამოცდილების ნაწილად გარდაიქმნება. კომპანიის კულმინაცია 27 დეკემბერს შედგა. City Mall-ში 5000 წითელი ბუშტი ჩამოიყარა და ჩვეულებრივი დღე ერთ წამში დაუვიწყარ სანახაობად გადაიქცა. ბავშვებისთვის ჩემი აზრით ძალიან სასიხარულოა, რადგან თვითონ Coca-Cola ხო გემრიელია ბავშვებისთვის, ძალიან უყვართ ბავშვებს Coca-Cola და ძალიან ემოციურია ჩემთვის. საახალწლო განწყობა იყო, იგრძნობოდა, იმიტომ რომ წითელი ბუშტები ნადიოსხა რაღაც ძალიან კარგი განწყობაზე მოვყავარ და ყველას გელოცავ და მე ხაწავს და ილოცავ გამდენ ხშობა ახალ წელს. შთამბეჭდავი სანახაობა ხვდებათ მგზავრებს თბილისში ჭავჭავაძის გამზირზეც. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან ავტობუსის გაჩერება Coca-Cola-ს გაჩერებად გადაიქცა. კრეატიული დეკორაციებით გაფორმებული სივრცე ყოველდღიურ მარშრუტს პატარა დღესასწაულად აქცევს. მაშინაც კი, როცა უბრალოდ სამსახურში ან სახლში ბრუნდები. Coca-Cola ყველგანაა. დედაქალაქის ქუჩებში, რეგიონებში, ნაცნობ და მოულოდნელ ადგილებში. ის ყველასთან მიდის, რომ ახალი წლის ჯადოსნური შეგრძნება ყველას გაუზიაროს. მათ შორის მათაც, ვისაც ეს განსაკუთრებით სჭირდება.